მემარჯვენეების მორიგი წინა საარჩევნო გაჩერების ადგილი სოფელი ჯუმათი გახლდათ. ლევან კალანდაძემ ადგილობრივებისგან იმ პრობლემების შესახებ მოისმინა, რომელიც აქ ყველაზე მეტად აწუხებთ. წყობრიდან გამოსული საერთო მრიცხველები და არაადეკვატური გადასახადი ელექტროენერგიაზე. ჯუმათელები პირველ რიგში ამ პრობლემის გადაჭრას ითხოვენ. როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, ელექტროპრო ჯორჯია ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის წინაშე ვალდებულებებს ბოლომდე არ ასრულებს, რადგან ინდივიდუალური გამრიცხველიანება ბევრ სოფელში ჯერ კიდევ არ არსებობს. 2 ლარსა მახსიებენ 5 ლარსა 7 ლარსა რა ვიცი მე ძალიან გაჭირების დღეში ვარ. ყველა მეზობლები და ერთმანეთის მიმართ კონფლიქტი მოვდის, ზოგი იხდის, ზოგი არ იხდის და ყასიშვილი ყურადღებას არ გვაქვს. სამწუხაროდ ჯერჯერობით არც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, არც ენერგოპრომ არ შეისმინა და ის ხელშეკრულება და ის ვალდებულებები, რაც ენერგოპროს ამ ადამიანებისთან მიმართებაში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიმართებაში აქვს, ჯერჯერობით შესრულებული არ არის.